ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა. ამის შესახებ როიტერი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომელმაც სააგენტო ცნობით ანონიმურად ისაუბრა. გარიგების დადება საჭიროა როგორც რუსეთთან, ისე უკრაინასთან. უნდა იყოს თანხმობა ევროპიდან და ჩვენგან. ვფიქრობ, ყველანი უნდა შევიკრიბოთ და ვისაუბროთ შეთანხმების დასადებად. შეთანხმება შეიძლება ძალიან მალე. ეს არც ისე რთული უნდა იყოს. შესაძლოა ვინმეს არ უნდა შეთანხმება. ვფიქრობ, ეს ადამიანი დიდხანს ვერ გაჩერდება. ამ ადამიანს დიდხანს არავინ მოусმენს. მე მჯერა, რომ რუსეთს სურს გარიგება. ვფიქრობ, უკრაინელ ხალხს სურს გარიგება. ისინი ყველაზე მეტად დაიდანჯდნენ. თუ კი ამაზე დაფიქრდებით პრეზიდენტი ბუშის დროს მათ საქართველო მიიღეს. ასია, რუსეთმა საქართველო მიიღო. პრეზიდენტ ობამას დროს მათ მიიღეს კარგი დიდი წყალქვეშა ნავების ბაზა, მისის დიდი ნაჭერით, სადაც მათ განათავსეს თავიანთი წყალქვეშა ნავები. იცით ეს არა? ირიმი. პრეზიდენტ ტრამპის დროს მათ ვერაფერი მიიღეს. პრეზიდენტ ბაიდენის დროს სადეს მთელი უკრაინის მიღება. მე რომ აქ არ მოვსულიყავი, ისინი მიიღებდნენ მთელ უკრაინას. ასე რომ შემიძლია მხოლოდ თქვა, რომ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ბუშის, ობამას, ბაიდენის პერიოდს, მათ დროს ბევრი წაიღეს. იცით რა მივეცი მე? მე მათ მივეცი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. აი რა მივეცი მე მათ. მე მივეცი მათ სანქციები რუსეთის მიმართ. მე მივეცი მათ ჯაველინები ტანკსაწინააღმდეგო. ტანკები კიევზე მიდიოდნენ ასობით და ისინი შეუჩერებლები იყვნენ და მე მათ ჯაველინები მივეცი. პუტინს შეუძლია გითხრათ, თუ რამდენად კარგი იყო ეს მათთვის. ფაქტი ისაა, რომ მე სამართლიანობა მინდა. მე რუსეთისთვის არაფერი მიმიცია სადარდებლის გარდა. მე არაფერი მიმიცია გარდა ჯაველინებისა და სანქციებისა. ობამამ კი ფარი და კიდევ ჩემზე ამბობენ, რომ რუსეთთან ახლოს ვარ. მე გეტყვით, გარიგება უნდა დაიდოს, რადგან ხალხი იხოცება, მაგრამ გახსოვდეთ, სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით ტრამპს მათთვის არაფერი მიუცია. განაცხადა ტრამპმა. ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებისა და სამხედრო შესაძლებლობების გაზრდის ახალი გეგმით შესაძლებელი იქნება 800 მილიარდი ევროს მობილიზება. ამის შესახებ ევროკავშირის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპა მზად არის მასიურად გაზარდოს თავდაცვის ხარჯები. ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე გადამწყვეტ, მნიშვნელოვან დროს. არ არის საჭირო აღვწეროთ ჩვენს წინაშე არსებული საფრთხეების სერიოზულობა ან გამანადგურებელი შედეგები, რომლებიც დადგება თუ ეს საფრთხეები ასრულდება. რადგან შეკითხვა აღარ დგას, ემუქრება თუ არა რეალური საფრთხე ევროპის უსაფრთხოებას, ან უნდა აიღოს თუ არა ევროპა მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. სინამდვილეში ჩვენ დიდი ხანია ვიცით ამ კითხვებზე პასუხი. ჩვენ ვიმყოფებით გადაიარაღების ეპოქაში და ევროპა მზად არის მასიურად გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, რათა რეაგირება მოახდინოს უკრაინის მხარდამჭერ სასწრაფო საჭიროებაზე და ასევე რეაგირება მოახდინოს გრძელვადიან საჭიროებაზე, რაც ევროპის უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს. ევროპა მზად არის თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. ევროპის გადაიარაღების გეგმას შეუძლია 800 მილიარდ ევრომდე მობილიზება. უსაფრთხო და მედეგი ევროპისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ნატოში ჩვენს პარტნიორებთან მჭიდროდ მუშაობას. ეს არის მომენტი ევროპისთვის და ჩვენ მზად ვართ გავაქტიურდეთ, თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. უკრაინის დახმარების შეწყვეტით ამერიკის შეერთებული შტატები საუკეთესო წვლილს შეიტანს სამშვიდობო საქმეში. ამის შესახებ კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საუკეთესო წვლილს შეიტანს სამშვიდობო საქმეში, თუ ის ნამდვილად შეწყვეტს უკრაინის დაფინანსებას. თუმცა ჯერჯერობით ამის შესახებ მედიაში ინფორმაცია მხოლოდ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება. აშკარაა, რომ აქამდე ამერიკის შეერთებული შტატები იყო მთავარი მიმწოდებელი. ამერიკის შეერთებული შტატები თუ შეწყვეტს ან შეაჩერებს მიწოდებას, ეს ალბათ საუკეთესო წვლილი იქნება სამშვიდობო საქმეში, აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა. ამასთან პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთ-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის ნორმალიზება უნდა მოიცავდეს რუსეთის მიმართ სანქციების მოხსნას. თუმცა მისივე თქმით, ჯერ ასეთი გეგმა არ არსებობს. რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე თუ ვსაუბრობთ, მაშინ ისინი უნდა გათავისუფლდნენ ეგრეთ წოდებული სანქციების ამ ნეგატიური ტვირთისგან, განაცხადა პესკოვმა.
შეუძლებელია თურქეთის გარეშე ევროპამ გააგრძელოს არსებობა როგორც გლობალურმა მოთამაშემ. ევროპული უსაფრთხოება თურქეთის გარეშე წარმოუდგენელია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის თქმით, როგორც ევროპის განუყოფელი ნაწილის თურქეთის ევროკავშირში წევრობის პროცესი ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტია. თურქეთის ლიდერის განცხადებით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელობა. ჩვენ ველით, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები საბოლოოდ გაიგებენ ამ ჭეშმარიტებასთან წინ წასწევენ ჩვენი სრული წევრობის პროცესს შორს მხედველობითი პერსპექტივით. მინდა აქვე გავიზიარო შეშფოთება. ისლამოფობია და კულტურული რასიზმი იპყრობს დასავლეთის ქვეყნებს, სადაც მილიონობით მუსლიმი ცხოვრობს შხამიანი სუროსავით. აბსოლუტურად დაუშვებელია, რომ ჩვენს წმინდა წიგნზე ყურანზე საშინელი შეტევების ლეგიტიმაცია ხდება აზრის თავისუფლების საბაბით. მახინჯი პროვოკაციული და ბოროტი ქმედებები, რომლებიც სამიზნეში იღებს მილიარდობით ადამიანის სიწმინდეს, აუცილებლად უნდა იქნეს თავიდან აცილებული, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს საპასუხო ტარიფებს უწესებს. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაშია აღნიშნული. 15%-იანი ტარიფები დაწესდება ქათმის ხორცზე, ხორბალზე, სიმინდსა და ბამბაზე. 10%-იანი ტარიფები კი დაწესდება სორგოზე, სოიოზე, ღორის, საქონლის ხორცზე, ზღვის პროდუქტებზე, ხილზე, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებზე. ნათქვამია ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაში. შეგახსენებთ, 4 მარტიდან ამერიკის შეერთებული შტატები ჩინურ საქონელზე დაწესებულ 10%-იან ტარიფებს აორმაგებს. ასევე 20%-იანი ტარიფები დაუწესდათ კანადასა და მექსიკას.